აგროსფეროში დასაქმებული გურჯაანელი ფერმერები ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებენ. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს პრობლემა იყო მთელი დრო პესტიციდების ამბავი, ხამქიღვატები, ანუ რომელიც მოწოდებული იყო ხშირ შემთხვევაში, იყო შემთხვევები, როდესაც არ აღჭრიდა, ანუ წამალი იყო სუსტი და მოსავალს ვაფუჭებდით. იყო ასეთი შემთხვევები და მინდა აღვნიშნო, რომ ხან იყო თუ კი უნდა შეწამლული იყო ორჯერ, წამლით სამჯერ, ოთხჯერ, რომ თავი დაეჭირა რა, ეს დამოკიდებული იყო იმაზე თუ მაგალითად საიდან იყო შემოტანილი, კარგი იყო მაგალითად გერმანული წამლები იყო კარგი, უფრო იტალიურიც წამლებიც იყო ძალიან კარგი და ანუ ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევები, რომ წამალი არ სჭრიდა. მერე ფასებსაც უნდა გადაეხადოს, აუცილებელია ფასებზე გადახედვა, იმიტომ რომ ფასებია ძალიან მაღალი, გლეხი ხან ვერ წვდება და არის შემთხვევები, რომ ვერ წამლის მოსავალს და უფუჭდება. რაც შეეხება პესტიციდებს, ნამდვილად ეხლა სრულად რო ვთქვა, ძალიან კარგი და ხარისხიანი ბევრი არ შემოდიოდა. შემოდიოდა დაბალხარისხიანი, რა თქმა უნდა, დაბალი ფასით და არა რეზულტატიანი, ხო. იყო გარკვეული ისინი, რა ქვია, დასახელების პესტიციდები, რომლებიც ნამდვილად კმაყოფილი იყო. მე მაგალითად გერმანულებს ვყიდულობ, თურქული და ჩინური ცოტა საეჭო თემაა, ეს საეჭოა, იმიტომ და ძალიან კარგი იქნება, რომ კონტროლით დაწესდეს, ცოტა ფასებმაც დაიწიოს, რომ ეს ფასები რომ ყველაფერი ზემოთ და ზემოთ გარბის. ეს საერთო ჯამში კალკულაციის სახით რომ გადავხედოთ, თვითღირებულება ყველანაირი ხილის, ყურძნის, თუ სხვადასხვა, რა ვიცი, დასახელების პროდუქტისა ძალიან ძვირდება. ძვირდება და ამიტომ ეს ძალიან გადასახედია და ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენმა სამინისტრომ, სოფლის სამინისტრომ აიღო თავის შეფობის ქვეშ და რა თქმა უნდა, რომ უნდა მიხედოს და ძალიან კარგი იქნება, რომ რეზულტატიც კარგი გვექნება, რა თქმა უნდა. იყოს ხარისხიანი, იყოს დაბალი ფასით, იყოს ყველასთვის მისაწვდომი. არის ვიცი, ბევრი ფერმერები რო აი წლიდან ცდილობენ, რომ რამენაირად ან სესხი აიღონ, ან თვითონ ეს სასაქონლო კრედიტი აიღონ მაღაზიებთან რაღაცას და ისა და მისაწვდომი ფასები რო ექნებოდა, ხარისხიანი იქნება, ყველა კმაყოფილი იქნება და კაი მოსავალიც მოგვივა, რეალიზაციაც არ გაგვიჭირდება და ყველა ამოისუნთქებს. კარგია, რომ ფასებს გადაეხედოს კიდევ საკმარისად.